ზონალური პარკირებისთვის დამატებითი სივრცეების შეიქმნა სისტემას კიდევ 1400-მდე ადგილი დაემატა. საათობრივი პარკირების ადგილები გამოყვეს წერეთლის გამზირზე. 2019 წელს დაწყებულმა რეფორმამ მალე მთელი თბილისი უნდა მოიცვას. რამდენად თანხვედრაშია რეფორმა თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკასთან, რომლის პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ავტომობილების რაოდენობის შემცირება. ექსპერტებს გარკვეული შენიშვნები აქვთ. თბილისში ზონალურ საათობრივ პარკირებას კიდევ 1400-მდე ადგილი დაემატა. დღეიდან მძღოლებს ამ სერვისით სარგებლობა წერეთლის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე შეუძლიათ. ზონალურ საათობრივი პარკირების დანერგვა დედაქალაქში 2019 წელს დაიწყო და ამ დროის მონაცემებით უკვე 220-მდე ქუჩაზე მოქმედებს, რაც 11000-მდე საპარკინგი ადგილს ნიშნავს. ზონალურ საათობრივი პარკირებით უფასოდ სარგებლობენ წერეთლის გამზირზე მცხოვრები ის პირები, ვინც რეგისტრაცია წინასწარ გაიარა, ხოლო ვისაც ეს პროცედურები ჯერ კიდევ არ გაუვლიათ, თბილისის მერია მათ ერთთვიან ვადას აძლევს. ამისთვის წერეთლის გამზირზე სპეციალური პავილიონებია განთავსებული. ხელი შეუწყოთ ადგილობრივ მოსახლეობას, რომ საცხოვრებელ არეალებში თავიანთი ავტომობილების დაპარკინგება შეძლონ ყოველგვარი გადასახადების გარეშე. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. მთელი ერთი თვის განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდა საშუალება იმისა, რომ ჩვენს საინფორმაციო ჯიხურებში ჩვენი თანამშრომლებთან მისულიყვნენ, ეხმარებოდნენ ყველანაირად, რომ მომხდარიყო მათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დარეგისტრირება იმისთვის, რომ ყოველგვარი გადასახადების გარეშე ისარგებლონ იმ არეალებში, სადაც თვითონ ცხოვრობენ. ზონალურ საათობრივი პარკირების საათობრივი ღირებულება 1 ლარია, თუმცა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, ელექტრომანქანებისთვის და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის პარკირების გამოყენება უფასოა. ზონალური პარკინგით სარგებლობისთვის აუცილებელია პარკინგი თბილისის აპლიკაციის ჩამოტვირთვა. პარკირების მიზანი არის, რომ საპარკინგი ადგილები, ანუ როგორც ურბანული სივრცეები, თანაბრად და ეფექტურად იქნას ათვისებული ყველა მომხმარებლის მიერ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ დიდუბის რაიონშიც ეს სისტემა მოაწესრიგებს პარკირების პრობლემას და აღმოფხვრის ქაოტურ პარკირებას. სამართლიან გულისხმობას იწევდა ჩვენ თანამოქალაქეებისათვის მათ საცხოვრებელ ადგილთან საცხოვრებელ არეალში ადგილის არარსებობა. ვიღაცას ოფისი ქონა, ვიღაცა იქ დააყენებდა თვეობით ავტომობილს და იწვევდა მათ სამართლიან გულისხმობას, ამიტომ იყო შემოღებული ზონალური პარკირება და ჩვენი თანამოქალაქეებისათვის მათ საცხოვრებელი ადგილების ეგრეთ წოდებულ წითელ ხაზებში მოყოლილი არეალისათვის 100 მეტრის რადიუსში უფასოა გაჩერება. თბილისში კერძო ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად 8%-ით იზრდება. ამიტომ დარგის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ თბილისის მერიამ სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში მთავარი აქცენტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე უნდა გააკეთოს. ავტობუსების და მეტროს განვითარების შემთხვევაში კი ყველა სხვა რეფორმა უფრო ეფექტური იქნება. სადაც ზონალური საათობრივი პარკირების განვითარება ხდება, იმ არეალებში უნდა განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. იმიტომ რომ თუ ჩვენ მოქალაქეებს ვეუბნებით, რომ ქალაქის ცენტრალურ უბნებში არის პრობლემა, არის საცობები, ასევე გადატვირთულობა, ამ შემთხვევაში და მოუწოდებთ, რომ საკუთარი ავტომობილებით არ იმოძრაონ, ამ შემთხვევაში უნდა ალტერნატიული საშუალება შეუქმნა და უნდა განმავითაროთ საზოგადო ტრანსპორტი. თბილისის მერიაში მიაჩნიათ, რომ ზონალურ საათობრივი პარკირების ამოქმედებამ პარკირების პრობლემის მოგვარებას ხელი შეუწყო. ამიტომ ზონალურ საათობრივი პარკირების ამოქმედება დედაქალაქში ყველა რაიონში იგეგმება.